მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კვირა, მე მისი წამყვანი შავლექ ჭკოიძე გახლავართ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მოგილოცავთ გასულ შობა ახალ წელს, ასევე ძველ ახალ წელს, მრავალს დაგვასწროს უფალმა და მშვიდობა გქონებოდეს ამ 2026 წელში, რაც ყველაზე მთავარია, აღმავლობისა და წინსვლის წელი ყოფილიყოს. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ბატონი რამაზ ჩალეგავა, ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. მოგესალმებით ბატონო რამაზ და სანამ თემაზე გადავალ, დროს დაგითმობთ, რომ ჩვენ ძირფას ტელემაყურებლებს თქვენს მიულოცოთ გასული შობალე ხალი წელი და მრავალი კაი დღეები. ძირფასო ხალხო, ძირფასო გადავა, გილოცავთ ახალ 2022 წელს შობას და ხალხს და ჩვენი ერისთვის, ჩვენი ხალხის ყოფილიყოს ერთიანების, სიმშვიდის და ყოველი კაის მომდანი წარწარდი. იხარეთ იბედნიერეთ. ბატონო რამაზ. დიახ. პირველ თემას მე ასე გავაკეთებ ამ პირველ თემის. იმას რომ პროცესიალურად რაც ამ ბოლო გადაცემის, დეკემბრის ბოლო გადაცემის, სეზონის ბოლო გადაცემის შემდეგ რაც მოხდა და დღეს პირველი გადაცემა ამ წლის და თანაც ამ სეზონის. ხო და მოკლედ ამ ერთი თვის განმავლობაში განვითარებული საქართველოში არსებული პოლიტიკური მოვლენები მოიხელოთ, არსებული პროცესები და ნელ-ნელა გავაგრძელოთ. ეხლა ბატონო შავლექ. პირველ რიგში ამ წელიწადს გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების კურსი და გზა არის სწორი. სწორი რაში გულისხმება? სწორი მასია, რომ ჩვენ როგორც მიყვება ჩვენ ხდება ნეიტრალური პოზიცია. რომ არ არის მაქსიმალურად დამოკიდებული, არ არის მაქსიმალური მიმართული რომელი მხარეს არ ერევა ძირითადად არც ევროპული, არც ამერიკული, არც რუსული, არც რეგიონულ სიტუაციებში და იღებს ნეიტრალური პოზიციას. ამან გამოიღო თავის შედეგი. რომ ვინ ჩვენ გვასწავლიდა ჯგუას, რომ ჩვენი ძირფასი პარტნიორები რომ ევროპა და ამერიკას გულისხმობ. გვასწავლიდნენ ჯგუას, რომ აი რუსეთთან ასე მოიქეცით, ისე მოიქეცით, ესქენით, არა და ეხლა უკვე ჩვენი პარტნიორები და ჩვენი ოკეთეები რიგში დგანან პუტინთან მოსალაპარაკებლად და ელჩებს აგზავნიან ახალი ელჩებს და აკრედიტაციას ღებენ და მაკრონმა განაცხადა, შულცმა განაცხადა, იტალია მოსდევს, რომ რუსეთს დავალაპარაკოთ, რომ ჩვენთან დასული არის, ხო? ო, რა თქმა უნდა. ჩვენ ასე ვამოდით აქამდეც, ხო? ჩვენ არა ლაპარაკობთ და რასაც საქართველოს, აი, რეგიონშიც, ხო? ათი რანჩი ხდება. იქაც ნეიტრალური დავიცავით, რომ არ შეიძლება ზუბელია. კი, ხაჩებოდენ ის არასასურველი ძალები, რომ ჩაერიეთ, თქვით პოზიცია გამოთქვით, მაგრამ არა საჭირო მაგას. პოზიცია კი არა, ბატონო რამაზ უკრაინაში ომი რო დაიწყო, დაჟე იმასაც ითხოვდნენ, რომ მეორე ფრონტი გავახსნა ჩვენ კოდორის ხეობაში და მაშინ რა ქვია, აფხაზებთან მიმართებაში. იყო ეს მომენტებიც. და ის ბოდიში იმასაც დავამატებ, რომ უკრაინის ხელისუფლების უпростоრად უკრაინის რადის ფრაქციის ხალხმსახურის თავმჯდომარე დავით არახამია გამოდიოდა და განცხადებებს აკეთებდა მაგასთან დაკავშირებით. ხო გვახსოვს ეს დეტალები? როგორ ის ჩაგონებით, ამერიკის ჩაგონებით და ევროპის ჩაგონებით. პრეზიდენტი თხოვდა საქართველოს აქ რუსული წარმოების ხაერსაცდამთქო ორი ცალი ბუკი. კი. ის მოგეცი. ეგ ხო. როგორ მოგეცე კაცო მე ბუკი შენ მიგევიგე რა. ამაზე იყო გაბრაზებული ჩვენზე ხო? და ვინ ჩვენ არახამია და ისინი ხო პროკურატურა იძიებს მაგათ საქმეებს რომ რაღაცა გარეული არიან მახინაციებში და საიფული გათათრება. რა თქმა უნდა. ხო, ახლა სიტუაცია ხარ და ასე ლაპარაკობ რომ არა ვარ მე პოლიტიკოსი და არც დიდი პრეტენზია პოლიტიკოსობაზე, არა ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ქართველი კაცი, არაშვილი მამა, ქართველი ქვეყნის ერის მოხარული კაცი, ვამბობ იმასაც გულში მაქვს. დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არის სწორი. სოფლიო მეგდებს. ეს გაგრძელებით ჩვენ დავადგებით სწორ გზას და ხმების მესმის იქ ჩვენი ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან იქიდან რომ საქართველოს არის სწორი. რუსეთისგან ყველა გამოიხდება ჩვენსკენ, თუმცა ჩვენ დავდგებით სწორ გზაზე. ქართველებო არც აფხაზეთი და არც ხინვალის რეგიონი ჩვენი მოწმეოსები ჩვენსკენ არ მოიხედავენ. თუ ჩვენ არ გავერთიანდით ხალხს,
ჩვენ ქართველები თორე გავერთიანდით. ჩვენ თუ კონც არ მოვიგეთ და ჩვენ თუ ერთმანეთს არ ჩვენ გავერთიანდებით, ყველა ჩვენთან მოვა რა. ჩვენში არის უძლესი და უდიდესი ძალა ქართველ გენში, ქართულ სულში, ქართველობაში. ხო, მაგრამ ეს ჩვენ ქართველებმა ეგ ვერ გავიგეთ, რომ გაერთიანება ყველაზე მთავარი და ერთმანეთს რო უჭამდე, ერთმანეთს რო ტრობთ ეგ არის ყველა. არ გვინდა. ეს შური და ბოღმა მოვიშოროთ ხალხო რა. ერთმანეთში ეს შური და ბოღმა უნდა მოვიშოროთ. პოლიტიკა ვილაპარაკოთ, მაგრამ პოლიტიკა ნუ გადაგვაქეთ, სიზღის ენა მოვაშოროთ რა. ეს ეხება როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციასაც. ყველაფერი ცუდის ხმა არ შეიძლება არც ოპოზიციას და არც თავრობაზე, ხო? კაიზე კაი თქო და ცუდი და ამით გავალ ფონდს. არ გვინდა ხალხო რა. არ გვინდა რა ჩაწიხრვა, აქციული კაცის ფეხის დაჭერა. ეს არ მოგვიტანს არაფერს. თუ ჩვენი მოძმე არასდროს ზაზე ადგას, გასაგებია ვის რო უცხოთა ფინანსდებიან, ფულზე იყიდება ქვეყანა, პოლიტიკოსების უმრავლესობა ფულზე იყიდება. იმ ხარეს დადგება სადაც ფულია, ფულზე იცვლიან ქვეყანას, ვიცით ეს ჩვენ ხო? მოდი ისიც იმათაც უნდა ჩაუნერგოთ, ისიც ხო ჩვენი აი ისინიც ხო ქართველები არიან და იმათაც გზავანახოთ ხალხო რა. იმათა ისინიც აი ისიც მოტრიალდა უნდა ყველამ უნდა გავითაცოთ ეს არის ჩვენ არ გვაქვს არცაც სხვა სამშობლო არ გვაქვს ჩვენ არ მოკეთე არ გვაქვს ჩვენი მიწა-წყლის გარდა რა ჩვენი საძვალეთის გარდა ჩვენი ქვეყნის გარდა ჩვენ და გავერთიანდებით ხალხო გადავრჩებით არ გავერთიანდებით და რას მივიღოთ ქებიცით ხო ბატონო რა თქმა უნდა უბრალოდ მე ერთ რამეს ვიტყვი ბატონო რამაზ აი რასაც დასაწყისი აქვს იმას ხომ უნდა გქონდეს დასასრული აგერ ელი 30 წელზე მეტია ერთმანეთს ჭამთ ერთმანეთს ვეომებით ერთმანეთს შიგნით შუხლი გვაქვს და ერთმანეთს თის მტრობით ვართ განსჭალულები მის მაგივრად რო ქვეყნის აღმავლობასა და განვითარებასა და გაერთიანებაზე ვიმუშაოთ ერთმანეთს ვლანძღავთ ჩვენ ერთმანეთის დაპირისპირების შედეგი იყო აფხაზეთის კონფლიქტი სუედისტებიო იქაო ეროვნული და იქ კონფლიქტი გამოიწვია ჩვენმა ერთმანეთს დაპირისპირება რა თქმა უნდა ასე არის ხო კი რა თქმა უნდა პირველი კონფლიქტი ცხინვალის რეგიონთან მოძმე ოსებთან მე მუშაობდი სამშობლო კომპანიაში DSK-ს მუშაობდი კომუნისტების დროს და რამდენიმე ოსი იყო თანამშრომლები ჩვენ მე არც ვიცოდი რომ ოსი ქართველი არ იყო ისე იყო სოციალ-ხორცებული ჩვენში ხო ჩვენი ერთმანეთში დაპირისპირება მაშინ ბატონ ზვიადის დროს იქ ფორუმი რაღაცის ოპოზიციის პარტიულმა იმათმა ინტერესებმა გამოიწვია ყველაფერი ხო მაშინ კონფლიქტმა გამოიწვია ხო ისეც მაშინ კი მე ბატონ ზვიადის ხუნტამ გამოიწვია აფხაზეთის კონფლიქტი რა თქმა უნდა ხო კი ბატონო ეს ხო ყველა კონფლიქტი ჩვენ გამოიწვიეთ ერთმანეთის დაპირისპირების ფონზე მოხდა ხო კიდევ გავაგზავნეთ ხალხო ჩვენ უარესი გველოდება დააფექტეთ კარგად რა გიღეთ კაცო ეს რა გიღეთ ეს ჩვენ ახლა გაიხდათ გვერდზე რა ხდება იქ ზანგეზურთან იქ ჩვენ მეზორ სახელმწიფოების თრთობაში დეებს ამბობენ მაგი და მე მესმის უბრალო კაცი და პოლიტიკოსებს თქვენ მაგი არ გესმით სამშობლოს გაყიდვა რა გიღეთ თქვენ შვილებმა აქ უნდა ეცხოვრება რა თქვენ ბაუნი ზოგადების რამშლობა ფული კონდეს თქვენება და თქვენ და იქ ცხოვრობთ უცხოეთში ცხოვრობენ მაგრამ ეს ხო მამულის აწუნეობა სამშობლო არაფერი დაწარმოადგენს არა მაგრამ ხო არის ქვეყანაში ხალხი ისეთი რომ ჩემი სამშობლოს ციგით ერთ-ერთ მომაცხოვრო ღმერთო რა როგორც ჩემი საძვალეთი ჩემი წინაპრები ახლა და იმის იგი რა მინდა კაცო რა შეიძლება დროებით წავიდა ადამიანი საშუალოზე მოხდე მე თვითონ დაგიფაროს რა შენ ქართული აი ყველა დიდი წყევლა რა იყო ქართულში შენ ქართული მიწა დაგეყაროს ეს არის ყველა დიდი წყევლა ხო რა თქმა უნდა კი ეს იყო წყევლა ხო საუკუნეების განმავლობაში ეს იყო წყევლა რა დიდი წყევლა ადამიანს ამაზე ვეთხოვდი და ეს ხალხო ჩაფიქდით რა არავის არ უნდა ვარ ჩვენ არცად ქართული მიწა საქართველოს გარდა ეს მე ჩაგდოთ ხელი და ყველა ჩვენთან მოვა ხალხო რა ხო მაგრამ ეს ბოღმა და შური მაინც თავის აშვება უნდა მოვაწილოთ ხო ქვეყნების 99 წლის 9 აპრილის დილა მახსოვს რომ და ის დღეები 9 10 12 აპრილი გაერთიანებული იყო ერთ მუჭად რო იყო შეგრული აო ეხლა სად არის მე ეგ აფხაზ სიყვარული იყო ეხლა მტრები არიან ერთმანეთის ეხლა პოლიტიკო აიციან პოლიტიკო ნატან პოლიტიკონობა უცხოურმა ძალებმა უცხოური ბატონო რამაზ ანუ მე რას ვამბობ იცი იმ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე რაც დღეს ჩვენ საქართველოშია ხო აი
ელემენტარულს ვიყავი. ოჯახის წევრები, ძმები ერთმანეთს გადაკიდა იმის გულისთვის, რომ ერთი ოცნებაშია, მეორე კიდე ოპოზიციაშია და დაუძინებელი მტრები არიან და ესეა ბევრი. მაგას გულისხმობ. ეს არის ეგ როგორ შეიძლება? ეს არის თავსმოხვეული, ბატონ შავლაკი, ეს არის თავსმოხვეული პოლიტიკა გარედან, რომ გახლეჩო ერი. გახლეჩი ლერის მართვა დამორჩილება ადვილია. შეკრული ერის მართვა ძალიან ძნელი თორე. აი, მე სულ ახლა კათოლიკური მსურს ებრაელებს. ჩვენზე ნახევარ-ტერიტორია აქვთ. 3 შემხელი, ჩვენ ხელად 4 შემხელი არიან იმ ტერიტორიაზე. აქ არის შეკრულები. კი არის ოპოზიციობა რაღაცა პოლიტიკურად ერთმანეთს, მაგრამ საქმე დაჭრდება მთელი ერი დღეზე დგას. აგერ ხო გვაჩვენა. ყველა გარბის, ყველა სტატუსიან როგორ მოიქცევა. აგერ ხო გვაჩვენა იმას რა ქვია. თემიდან გადავდივარ, მაგრამ მაინც უნდა შევეხო. აი პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით რა დღეში იყვნენ, ხო გვაჩვენა ის. რა ახლა ირანთან მიმართებაში ირანს იმას ხო რეგიონში საცხოვრებლად აცვება ხო გაერთიანებული. აი შეკრული ერის დაძლევა დააზნელია რა. ხო? რა თქმა უნდა, კი. ასეთი ჩვენ ნაჭრს არიან იგაცა და რას ვიზამთ? ვერაფერს ვერ ვიზამთ, ჩანამ ჩვენ ერთმანეთის დობასა და ერთმანეთის სიყვარულს ვერ ვისწავლეთ. მანამდე და დავიმოვიდეთ დროს, მანამდე არაფერი არ გვეშველება ჩვენ ამ უცხოური ძალების მართვის გამო. მოკლედ ბატონო რამაზ, შემდეგ თემაზე გადავალ. და ესეც მეტად საინტერესოა, აი ამერიკენატეს ურთიერთობა და გრენლანდიის მიმართებაში არსებული პრობლემები და ყველა საინტერესო ფაქტია. აი უნდა ვთქვა რა, აი ვერ გავიგე ამ ხელა კონტინენტია ფაქტიურად ის კუნძული, ხო? ყველა დიდი კუნძული არის. ხო, ფაქტიურად კონტინენტია რა. და ერთ-ერთმა სახელმწიფო არ ვცდები გერმანია იყო თუ იტალია თუ რომელღაცა სახელმწიფო 13 ჯარისკაცი გააგზავნა იმის ნატოს ეგიდით კუნძულის დასაცავად. და ზოგი 5 საქსანის და ზოგი კიდე. აი ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს ვერ ვხვდები. ჩვენ გვეთამაშებიან რომ ესია თუ სოფლიოს ეთამაშებიან ეს ხალხი ესეც აღარ გავიგე. და ამ ყველაფერს თქვენ როგორ შეაფასებთ ბატონო რამას? კაცო. ბატონო შალე. ჩვენი მოწმე ამერიკის პოლიტიკა რაც იყო მანამდე იგივეა დღესაც. რა თქმა უნდა, იქ არ იცვლება არაფერი. ოღონდ რა ხდებოდა? მაშინ იყო ეს ჩუმად. ამას აკეთებდნენ ფინანსურად, არასამთავრობოების ხელით. აი USAID იმით და ჩუმად კეთდებოდა ეს ამბავი. ეხლა ჩვენ ახალ პრეზიდენტმა ამერიკისამ ისინი მოაშორა და პირდაპირ ამბობს კაცი რაც გულში მაგას და რაც ამერიკის სახე არის, კაცი ამას ამბობს პირდაპირ რომ მე მინდა ვქერო 500 წელს რომ გემი მიაღე ნავი და ჩემი ეძახო და თუ არ შენ ჩემი ადვარ არის კაც მე ვარ და ჩემი ნაბადი ხო მე მინდა ვკაცო ეს თო შენ ნატო მე არ მაინტერესებს ეს მინდაო მე მე მინდაო და დაიღებს კიდეც კი ბატონო ვინ დანია რა დანია რა სამბობ და ევროპა გაბრაზდა და 25 ჯარისკაცი გაგზავნა 25 ხო ვაფშე რა ისე ვაფშე თან ამ 25 ბატონო რა ის 25-დან რამოდენიმე სახელმწიფოსი არის თან ხო და ისე არ არიან ამ ქვეყანაზე რა რაღაცა აბსტრაქციაში არიან მგონი რა რაღაცაში ის მაკრონი გამოდის თვალები დაშავებული გონდა მოუღლემცემ ალბათ ხელი და რაღაცას მოდიალობს კაცო ის შალცი და რა მოვიდა ევროპას რა რა მოვიდა სისულელებს რაღაც აბსურდულ სისულელებს რა მარაგობენ ის ვერ გაიგე რა მასა აი კაცო რუსია ხო რა არეკევიც და ვოროშნიკ რობოტკა იმალოს და გამოვზანდა საერთაშორისო იმდენი თავდაცვის მინისტრის სიხარულის გამოდა და ეს არაფერი არ ყოფილა ვოროშნიკი ის არის რაღაცა 60-იანი წლების რაღაც ის ზულელი კაცო გახდა და დაინახეთ ესენი ეს ვოროშნიკი იმას ნახო გაგიჟდნენ და ხალხი შეგდან რუსეთო არ უთდავდა რა შეეζინა და აბა რა ეგონა კაცო რა ეგონა და რა უნდა გაგებდნენ ახლა ტამბი ჩემი არ მომეცდო კაცო ვიხარ თქვენ ვაფშე ლარცა და თქვენ დაცვათ თქვენ არა ეგ გავიგე მაგრამ 75 კაცმა როგორ უნდა დაიცვას იმ ხელა კუნძული ეგ ვერ გავიგე დიდი შეიარაღებაა ძალიან ო და ახლა ისე კიდევ იმათ ჰოლანდიის იმას LGBT თემს თქვენ გავაგზავნიეთ გავიშე ხალხს აგზავნიან ეგ აია ო და შეეშინება ტრამპს არის აბსტრაქციაში არიან მგონი სხვა საუბრების სხვა საუბრის ხოლმე და რაზნესთან კაცო აზრმწყება გულიცით რომ გუშინწენ გერმანიის
საგარეო საქმეთა მინისტრს ვარ გვეშობა რა გადავიგდა დაუშავეთ ამ კაცს გაწ. ჩვენ რა განცხადებებს აკეთებს დავიღალე უკვე ჩვენს კიუჩი ნახეთიალი. აი დაფარდეს ხალხი. იმას გადაძებ შეხვდა და რაღაცას ხოქავს რომ უნდა ტემპერატურა დავწიოთო. საქართველოში ირანში რაც ხდება ის აქ თოღილი უნდა დავწიოთო რა რაღაცო და აქ გადაძებ ხოქავს კიდე. რა გინდა შეუჯახოებული. შენ გვეღრას მიხედავ რომ გექცევა გერმანიიდან. ყველას მაგრამ შემოვლება გადის გერმანიიდან ხო? კი. გექცევა თავზე ქვეყანა მიხედავ თქვენ ქვეყანა დაგვანებეთ თავის მახარა. რა გინდა მითხარი რატო ხო ახალგაზრდა რა გინდა რატო ურევ ფილმს? კაი რა მიგუთხარ თუ გინდა რა გინდა ელჩი ხარ შენ საქმეა რა სტრატეგიაა შენ რა გინდა მითხარი რა უნდა ამ კაცს ბოდიში ყველაზე სულ იცი რა არის ისეთ განცხადებებს აკეთებს რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები არის ყოველთვის დარღვეული გასაგებია რომ თავისი ქვეყნის ინტერესები არა ელჩი რო ხარ საქართველოში ხო მეტნაკლებად ხო უნდა გაითვალისწინო იმ სახელმწიფოს ინტერესიც განცხადება რო გაგო შენ ქვეყანას მიხედავ შენ რა სთხოვულობენ რა გინდა რა ურევ რა არევა გინდა ხა შენ ქვეყს კაცო ოცნებაზე ზედამთვარე მე არ მომდის კი დღეს ვარ მომხრედ რომ უკეთეს ვერ ხედავ არის სხვა არ არის ხო მაგრამ ამისი გზა მოვა სამწეისდაჩი საარჩევნო ხუთი მიბრძანდი ბატონო და ყოლმოდი ჩააგდე ხუთში ეს არის გზა შეცვლის თანხაზე შენ თუ გინდა კაცო ღირში ხარ თუ მარწყვი ხარ თუ ისა ხარ მსხალი შეამზადე ხალხი არჩევნებში ხმამისეს შენ ვისაც გინდა იმას ხო ხო მაგრამ ბატონო რამას მაგათ ხო იცი რა ქონდათ ეს მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით და ამასწინებზე ერთ-ერთი ინტერნეტი მეზე იყო ესეთი ის არა ქვია იმ კაცი გამოვიდა ჩაფარდი გამოვიდა კაცო და იმაზე სახეზე იდეკითო რაღაცა რა ეკითხეთ სექსი პრობლემა კაცი გიყურებს საქართველოს რაღაცა რეიტინგი გააქვს მომხრეები ყავს პარტია გააქვს უცხოები გაფინანსებენ ტრები პროტესტები და სექსი მაგდაო სხვა არაფერი ხონდა პრობლემა სექსი აქ დაგაძდა იმათარობის დროს რა აქდა ციხეში იქ ყველაფერი აქვს ხალი მომდა არ აკითხავდა მეუღლე ამას რა უნდა ახლა განსხვავებული სექსები უნდა რა თქმა უნდა მაგ რა არის ისი თქმა მინდოდა ბატონო რამაზ იცი აი მარიხუანასთან დაკავშირებით ეთყობა იმ ახლა ის ციხეში რო იჯდა ის პერიოდი არ ხონდა მარიხუანა არ ხონდა მარიხუანა და ჩარჩენილია იმაში თორე რო ქონებოდა ხო ცოტა საღაზრზე მაინც იქნებოდა პირველი ბატონო შავლე აი ადამიანთობა გულიცით მისყნო სადღაც უნდა იწყნოს რა ვიცი მე ჩემს საჭიროა გულში მაგ რა იმ თაობა მოვიდა იცით აი ბატონი საკავშირო ამბობდა პანაკები რო იყო პანაკის სადაღლაგები აი ბუჩქების თაობა მოვიდა რა აი ბუჩქები აგერაგათო და მეც აგერავარ და ჩემთან მისდა მაღლა მოდითო ხო გახსოვს რა თაობა რა პროგრამები შემოიღეს სწავლის პროგრამები, განათლების პროგრამები. ო, რა თქმა უნდა. ის თაობა გაიზარდა ახლა. 20 წელი გავიდა მის მერე და აბა. ის თაობა მოვიდა გასავრეზე და რომელსაც არაფერი ეროვნული არ აქვს რა. კომფორტისტები მოვიდა, კონფორმისტები. იქ სადაც ფულია იქ სადაც კარგად ცხოვრობენ იქ უნდა და ქვეყნის მამულის სამშობლოს მიწა-წყლის სიყვარული 10-დან 8-ს არ გააჩნია და ეს მიკლავს გულს. თოთ აღარა აქვს თუ თორე, რო გქონდეთ კიდე. ეს გულს მიკლავს კაცო რა. თიგინდა შენს ქვეყანაში ინარჩუნო. ჩვენ თაობა მიდის ხო? ყველთან უკნაზე იქაც არიან ახალგაზრდები, მაგრამ უმრავლესობა ხო ისეთია. ხო, მაგრამ ბატონო რა ისტორია სწავლობენ მიშას მერე ან ჟორდანიებს თალობიდან და აი იმის იქ ისტორია არ არსებობს, დღეს წლებია ყველა და იმის უკან ისტორია არისო? მიშამდე არისო ისტორია? ხო, არაფერს არ თალობენ, ჟორდანიებს თალობენ ხო გენიოსები და აქ ხო შესულელი ყველაფერი კაცო. საიდან მოაქვს ის ისტორია, ვინ ასწავლის ამათეს? ო, რას ლაპარაკობ? ეროვნული ხო ამოღებულია სული ამათში რა. ეს მიკლავს გულს რა. ბატონო რამას, იმ ჟორდანიას მთავრობა ხო გადასარევი იყო ქვეყნისთვის, აი. და მაგათმა დაღუპეს და დააქციეს ქვეყანა დავიდა. ჩააბარეს იმას რა ქვია, ბოლშევიკებს და იმათი ხელშეწყობით და ამათი ხელშეწყობით და საბოლოოდ სულ გაიქცეს საქართველოსთან. ხო, მაგრამ რას იზამ? ეროვნული დამოუკიდებლობა იყო. მე ახლა სააკაშვილის ხელისუფლებით, მაგრამ სააკაშვილამდე შევარდნაძე იყო, გამსახურდია იყო, კომუნისტები და საბჭოთა კავშირზე ლაპარაკი არავის არ უნდა. რუსეთის იმპერიასთან მიმართებაში ლაპარაკი არავის არ უნდა. სიმანდე ხონდა ვასწავლოთ რომ საბჭოთა კავშირმა საქართველოს რა მოუტანა.
რამდენი მოუტანა კარგი და რა მოუტანა ცუდი ეს ახალგაზრდა უნდა უსწორდე რა უნდა ავასწავლო ხო მაგრამ ისინი ასწავლიან მარტო იმას რომ ცუდი მოუტანა კაი არ მოუტანიო არ უნდა ვასწავლო თაობას სადღაც მაგრამ მოუტანა საქართველოს რა აღორძინება რამდენი რა აღორძინა რა იყო საქართველოს და რა გახდა არ უნდა ვანახოთ არ უნდა უთხრა კი უნდა ვინ დაუბრუნდა საქართველოს აჭარა ბათუმი ვინ დაუბრუნდა საქართველოს ფოთი ვინ დაუბრუნდა გურიის ნაწილი ვინ დაუბრუნდა სამხეთ-ჯავახეთი ვინ გაერთიანა საქართველოს არ უნდა უთხრათ ამდენი ხალხი განათლება ვინ დააშრო კოლხეთის დაბლობი სამეგრელო ვინ დააყენა ფეხზე კახეთში ვენახები მასოდ ვინ გააშენა ვინ საქართველოს სოვის მეურნეობა ჩაიბანაცე ვინ აღორძინა არ უნდა უთხრათ ვინ ააშენა ამდენი ქარქმელი ფაბრიკები რომელსაც ანგლეთო 70 წელი გაგვაგდა ვინ დაეცა ვინ დააყენა საქართველოს ძიმერწოლობა სოვის მეურნეობა სწავლა განათლება ამდენი უნივერსიტეტები ამდენი ვინ დააარსა საქართველოში არ უნდა აუხსნათ მის მერე ვინ და გააკეთეთ ხაცო 91 წელი რამე გავაკეთეთ ჩვენ არაფერი პირიქით უგან მიდივართ დროებით რუსი რო ანგელოზი არ არის ქეჩვისით კაცო არ გვინდა მაგრამ სიმართლე ხომ უნდა უთხრათ რამდენი ეკლესია მონასტერი აშენდა კომუნისტების დროს დიდ 6 საათზე რადიო ირთვებოდა ეროვნულ სიმღერაზე ჰიმნზე და ქართული ხალხური სულით იზრდებოდა რაღაცები იმაში ეხლა რაც იზრდება კაცო ესენი არიან ეხლა ვინა რაღაცა რა სასწავლიან ეხლა პეპო წინ და ის რომელი ეკეთებს ის არის ჰარი პოტერ და იმათ იზრდებიან კაცო და ამას ეძახიან ბატონურებას ჯენზი თაობას ვაჟამშაველა ყავდეს და ჰარი პოტერ და პეპო წინ დასავლიდა კაცო გამზდელის შობელი ეს გამზდელი ვინ დაწერა ეს ვინც სტომალასინდელი დაწერა ერმა ვინც ვეხისტყაოსხანია ეს იმან სხვისგან რამე უნდა გადმოიღოს ხო მაგრამ სად რა არსებობს სოფლის სტუმარბაცენზეესნაირ ნაწარმოებია გამზდელისნაირ აი ჩვენ დაფიქრდე არა არ არსებობს არსებობს საერთოდ არ არსებობს უთხრა აუხსნა სხვა გაიგებს რა წერია არის გამზდელში რა არის და სტუმარბაცენზეში რა არის გაიგებს არა მე-15 საუკუნეში კაცმა ვეხისტყაოსხანი დაწერა ეწერა რომ ლეკვი ლომის ისტორია ზუგას ვედერიკი და მე მასწავლიან ესენ რომ ხალი და იმის პატივიცემას ეს მე 19 საუკუნეში ვიცოდი კაცო მაკრონი მასწავლის მე რომ უნდა მოისხორო მაკრონი ხო დაწყობილია კი იმას თავი როგორ გეავის არა ქვია ახლა გონი ის გაი ბატონურამას გონი ის გაირკვა ის სოლი როყავს ის ჯერკაც ყოფილა და მე გაუკეთე პლასტიკური და ჯანდაბა და ოხრობა და მე იმ შეერთოს თუ უნდა თავის მიხედოს თავის გან მე დამანებოს თავიგოთ თუ რამე სწავლა უნდა კაი მითხრას ან კაცო ის კაი გამოვიდა ის სანდუა თუ ვიღაცა მოლდოვა ხო მარია სანდუ მოლდოვა კაცო ვიღანა კაცო პერიემ აღორძინა მაგ მოლდოვა ის საქართველოს წაიღეს ხინოს წარმოება მეწოლობა ხინო ჩამოსხმა მეხილობა ქვეყნა და აქციეს პერიემ გააკეთა მაგ ამბავი კაცო და სამტრესი ახსხამდა მამღინოს და ყველაფერი ჩვენ განისწავლეს მაგათმა ხო და კაი ხალხია რაც ვიღადა და მოდი მოლდოვა რომ მინდა შევერთოთ ქვეყანა გავუხმოდო კაცო ქვეყანა სახელმწიფო გავუხმოდო ხო მაგრამ ის რატო უნდა გავუქმდესო ახლოს მიგდები დორობასთან გიგერა აი ეს უნდათ ამათაც ჩვენ მაშინ შევგვერთოთ ვის შევგვერთოთ ჩვენ შევგვერთოთ და ჩვენ გამსხვილდებით და ჩვენ თურქეთს შევგვერთოთ ნახო საქართველოს თურქეთს ხო აქვს იქ შევგვერთოთ თურქეთს იგი და შენდი დაკდან თქვენი ერთი და ეს მასწავლის სანდო მასწავლის და ჭკვა და ზელენსკი მასწავლის გრემე ჭკუას გას ზელენსკი მასწავლის ჭკუას გას და აქცია დაღობა ახლა გუში მეწოდება აი უბრალოდ ხალხი რომ აი მაგ თემას უნდა შევეხო მე გუში იღე პოროშენკოს მეუღლე ყოფილა კომუნე რაღაცა კიევში ამოვიდგეს ნახე ეზოს ახლა კიევში კათობა რა აქვს და -20 გრადუსი ნახოთ იქით გატფეს ხალხი რითი უნდა გატფეს დაწყდება ნახევარი რაც დარჩა ცოცხალი ისინი დაწყდებიან ნახევარზე მეტი ამ სიცივეში რა გინდა და შვილო რა დაიწყეს ომი კაცო თუ შეიძლება მოგევიგეთ რა რატო დაიწყეს რატო ამთავრდება რისი მედი გაკეთე რისი და სანამ ის ფული არ გათეთრდება ბატონურამას და არ ჩამოიწერება ის იარაღი რომელიც ზოგი შავ ბაზარზე რო ახლა ხო იცი აი ის არა ქვია ისრაელი პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით იყო ისა რომ უკრაინაში შემოტანილი იარაღი რომელიც საომარ მოქმედებისთვის უნდა გამოიყენებიათ პალესტინაში ქონდათ გადატანილი მოხათრდნენ არ გაგედინ ხო არა შავ ბაზარზე გაზო არ გაგედინ კაცო ასიდან კაცო
ბავშვი ყველაფერი ფულით როგორ უნდა გეთდებოდეს ვერ გავიგე რა უბედურებაა რაში აინტერესებს ბავშვი რაღაცა რომელია მანდ უკრაინელი არც ერთი ხელისუფლებაში არავინ არ არის უკრაინელი ამ უკრაინელი ნორმალური უკრაინელი ხალხი კაცი ვერ შემხედრია ვიცნობ რაღაცა უი მართლა ეხლა ბოდიშ პეტრონოს ამ ხრივის უკრაინელების თვალსასახვევად რომ ზელენსკი მის თავდაცვის ყოფილი პრემიერი რო თავდაცვისად დანიშნა და მოხსნა და ახალი დანიშნა კაცო რაიცი ამ ხაზ აჭოს ეს ხალხი რამ დააძინა რა ვერ ხედავენ რომ დარცვავენ ეს ქვეყანას ჩვენი პრეზიდენტი ამერიკის ეს იმ ფული რაც დაეხმარა იმის მაგრამ ხო იწართო ეს საბადო წართო კი ნედლეულის მე ვაკეთო კიდე რაღაცა ვალი გაჩემი და ვაკეთო ეხლა 80 მილიარდო გამოუყვა ევროპა იმას ნახავს და 10 კაცი წაიღებენ უკან და მთელი ცხოვრება ვალი უნდა იხადოს დარჩა ყაინა რამე მთელი ცხოვრება ვალი უნდა უხადოს ევროპას იმ ფულს ნახავს უკან წაიღებენ კაცო აბა რა იზავე აბა ჯიბე ხო არ გაიქცეს როგორ შეიძლება არის ხალბატონი ძველი პრემიერი იყო ტიმოშენკო რო გამოდიოდა ტიმოშენკო დღეს 750 მილიონი 1000 დოლარის საპროცესო მისცეს დღეს სამართლო იყო უკრაინაში თორმე ხალბატონი დუმის დეპუტატებს მოსყიდვაზე გამოიჭერეს აგი გიჭირს ეხლა ქვეყანა გეკცევა თავდიღად ჯანდა რადნესკეთში არა მათ ჩემს საქმე მაგრამ მე ნომასთან ვიჭგოს ეგ არის პრობლემა ზუსტად მაგარი პრობლემა ზუსტად მეთქი მაგ რო ჩვენ გვასწავლიან ჭუა ამიტომ მე პერმინუსია ჩვენ თარობას მაგრამ ორი ხელი ამიწევია სა სტორის ზით მიდივართ ნეიტრალურ სიტუაციაში ყოფილა გამომდინარე ნეიტრალურ სიტუაციაში მდგომარი ჩვენი ერთადერთი სტორის ზა ვინც ეს მოიფიქრა პატარა მირელიგაცია სახელმწიფო მიდის სტორზაზე ადგას ჭკვიანური გადაწყვეტილება სხვადასხვა კი ბატონო სტორზაზე ადგას იმერელიგაცია ბატონო რამას დიახ შემდეგ თემას უნდა შევეხო მე ეს არის ვენესუელის პოლიტიკური მდგომარეობა და მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით ახალი პრეზიდენტის დროებითი მმართველად რო დანიშნეს ვიცე-პრეზიდენტის ხალე იმასთან დაკავშირებით და ტრამპის განცხადება ვენესუელასთან მიმართებაში აი ამ ყველაფერს დეტალებს თქვენ როგორ შეაფასებთ კაცო ბატონო შავლე მე ხო ვთქვი ამერიკის პოლიტიკა იგივეა უნდა ამბობს ეს კაცი მანამდე არ ამბობდნენ ამას არა ეგ გავიგე მაგრამ ვენესუელასთან მიმართებაში გულისხმობ იმას გეუბნებდი კაცო იქაო კაცო ამ კონტინენტზეო იქ სამხრეთ ამერიკაშიო და იქ ნავთობი რო გაგო შენო შენი გარ არის მაგი მარტო ჩემი არისო ისო გამოდი ჩემიც არის მაგი როდო შენ რატომ უნდა იყოსო ის აღარ გაგო და მე რა ვეძო ეხლა 200-300 მილიონი ბარელი მეომეციო პლუსო რაც ნავთობი გახო კიდევ ისო ამერიკო მანიერსო ამოხაჩიო ყველაო ოდა ფუცო მოგცემო იმ ფულითო მარტო იყიდიო ამერიკულ საქონელს სხვას არა თუ დახარჯეო ამერიკაშიო ესე იგი თუ გინდა თუ არ გინდაო და მოვალ ეხლა ახალ სექტორ ანუ რა გამოდის მოვალ და ეხლა მოვალ თუ მოვარს მეტყვი მაღაზაო მოვალ და თუ გინდა ანუ რა გამოდის ისი მე ფულს მოგცემ და ჩემი პროდუქცია უნდა იყიდო ის ნავთობი ჩემი არის და უკან ჩამი დამებრუნო ის ფულიო ის ნავთობი ზოგ ახ მარტო შენი გარ არის მაგიო მაგი ჩემიც არის რა გინდა კაცმა ძალა მაქვს აი როგორა ქართული ის არის ვებხიზა ლომი და არა გელი და კრავი გელი და კრავი არ არის გელი და კრავია რა გეზროზალა აქვს და კრავი რო გელი ზემოდარო და კრავი გამოდა წყალს მიმღრევ როგორ მიმღრევ დაბლავარო და მიმღრევო და ეხლა ვერ გევიგე რა უმღრევს კაცი და ჩემის არისო და მომეცეკეთო და ძალმომრეობის ხანა მოვიდა მსოფლიოში და მე ვარ და ჩემი ნაბადიო აგერ ჩვენი მოძმე სომხეთი რომელიც თქვი მაგი ადის დანის პირზე შემოიღო ამთან რაღაცა გამონახავდა და დიასპორიდან იქიდან და ის ანგელზურს იმაში მოიყვანა იქთომიკა და გავშენდიო სომხები დასუგრავდნენ და გამოვიდა ახლა ეს ტრამპი და კიო მე დავიცავ ამ ანგელზურის და 75% მეო და 24 ჟერო მიწა მაგისი გზა მაგისი ტირთია მაგისტრა 75% და 24 მე რატო კაცო მიწა ჩემი საკონდენია აზიიდან მოდის ევროპაში გადი შენ რა ჟოჟი ხარ და ზავად კიო გაწამდე ეს ხო ეს დარტყმული ეს პრემიერი ეს ხო ვერა ნაგვიყანაზე ეს დაღობავს სასოფლოზე ჩვენ გვეჭირდებოდა
თუმხები რომ თქვენ რატო არ აღიარეთ სომხების გენოციდი და თურქეთთან რატო ხართ ასე კარგად ვაკეთო. ეხლა ეხუტება ამ თურქეთს და აქეთ პატიჟებდა არ ეთამავში. ეხლა შენ ბატონო შენ ეხლა რა გამარჯობა თქვენ ჩვენ გენდუროდით რომ აღიარეთ ჩვენი გენოციდი. ეხლა აღარ არის ეხლა არ არის. ეხლა გენოციდი არ მოუწია თქვენთვის თურქეთს მილიონ ნახევარი სომეხი არ მოუგლია. ეხლა ჩახუტები რო ხარ ეხლა უკვე კოცნა ავტოჩემს ჩემი ზოგადად. თხილად იყო რაღაც თხილად იყავით რა სანგრელოს განი იყოს. იტყვით რომ რას მოიგებთ იქ და ნახავ. ხოდა მე რა მე შინეცი იმან ჩვენმა საქართველოსი რამე არ დაინტერესოს რა ჩვენ ნაკრები ლაპარაკობთ. ჯობია ხო? ჩემი არ თქვა რამე ყველაფერი ჩემი ოიზახით და რა მოეწონოს ოჯახ აყვეებს დაგონე არ მინდა არ კიდე მაგის აფიაბინდა. ამე არ მოეწონოს და ხელი არ წაავლოს რაღაცა. მაგრამ შეიძლება ჩვენ უფრო მეტი მოგთხოვოს. იმათ ცოტ-ცოტა მოგთხოვა და ჩვენ 76 რა 75-ია თქვა 70 და 24 ჟანო მისი რა არის 50 ამ ჯალჯიკას დააგრებ გზაში. ნაჭამ უნდა ასვა მაგასაც ხოლე გაივლის გამივლის და 70 იმას. მოგები 76%. აი იმას აბარაგაზე რა 24 ჟანო. გაუხადა სომხებს. გვეშველაო და გაშოვეთო ხო? აი ჩვენ თავს რა ვიცი შეიძლება ვწდებით მაგრამ ასეა. და ასე პოლიტიკა მოვიდა მსოფლიოში და რას იზამ. ესენი ძალიან ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნუ გეთანხმები ყველა პირდაპირ ლაპარაკობს ყველაფერს მაგრამ ირანში რაც მოხდა ხო? ო დღეს გამოვიდა ტრამპი და მალება გადაუხადა იმან მოუხადა ირანის აიათოლას. ო აიათოლა ასეთი ხარ და გაქცეოდა მთელი ჯარი დაიყვანა და ეხლა მოუხადა მადლობა რომ ბატონო აიათოლა რომ სირუი დაჯაო გააუქმეო. ო გააუქმეო ეხლა დროებით შეაჩერა აიათოლა მაგარდებია და მადლობა მოუხადა კაი გაწყვები ხარ. და კაი გაწი ხარ. გაწყვდა ნაკვაირანი. ვერ გევიგეო. მე ახლა არა ვარ პოლიტიკოსი და არ გმაქვს პოლიტიკას არ მარა. მე ვყეთად ერთი მარტო განალება რა ვიცი ან მაგ გონია მაგრამ მე ვერ გავიგე. ანუ სამართალი ვერ გავიგე. ანუ ბატონო რამაზ მე ირანთან მიმართებაში რას დავაკვირდი იცი? ამერიკის პოლიტიკა ორმაგ თამაშს თამაშობს. იქაც უნდა რომ ბერკეტები ქონდეს და თალკი აქეთკენ ირანის ხელისუფლებას თუ იმიათ ჭკუაზე არევლის ცალკე ტენის ყოფილი შახის ვაჟს რეზა ფეხლევის ახალ შახად. ეს რა ჯანდაბაა ვერ გავიგე. არ უნდა მაგი გამოვიდა და რაღაცაო ეს ახალი შახი გუჩი გამოვიდა კაცი. ეს შახიო კიო მარაო მაგი თუ გამოდგება მან რაღაც სხვა ყავდა. მე ახლა შეცვალა თამაში. რაღაცა ის აქამდე აქებდა კაია რაღაცა. რაღაცა არ მომდო გააკანა თავი და ანუ ჩვენ აი ირანის ამბავი განვიხილოთ ხო? კი. ხო და ზუბელია ჩვენი გამოვარდა ბუნდესია და ჩაერიეთო. საქართველოს აი ეს როგორ შეიძლება რატო უნდა ჩავერიოთ როგორ გამოხატოსო თავისი პოზიცია რა პოზიცია გამოხატოთ ჩვენ ახლა ირანის მართებაში ჩვენ შეიძლება მოუწოდოთ ირანის ხალხს სიმშვიდისაგან რა თქმა უნდა სტაბილიზაციისაგან და თავის ქვეყანას მიხედონ თვითონ მოგვარდა ჩვენ უნდა მოუწოდოთ 85 მილიონი ოჯახი ვინ არის კაცო მაგე და არ მინდა მაგაზე არაფერი გაგზელება მისი კიდე მინდა ლაპარაკი ვინც მომამთავრობა ირანში მათთან დაივყავდო კავშირი თანაც არა მაგი ჩვენი საქმე ჩვენ განსაკუთრებით არ არის მაგას ჩვენი აკაცუკები იქით ირანის საჩუქრთან იყო და მთელი ხანი ამიზინია უკალი გამოვარდა გუჩი. რა მიიყვეთებოდა რომ ნერვლობდი ირანზე კაც. ხამი ვარდი ირანზე ნერვლებერ. აი ირანში რა ხდებაო კაცო და. ხო ირანში აღარა. ვიდაპარაკოთ რეალურად რაც საქართველოში იყო ის მოხდა დიდ მასშტაბში. სინასარ მოამზადეს თუ მე საქართველოში მზადდებოდა სასომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპაში ამერიკაში. ანუ მთლიანი მასშტაბით. ეს ირანელი ირანში გადმოსული ხალხი ემიგრანტები იყო ტურისტები იყო ამას ამზადებდა ეს ხალხი ამას რომ ეს რაც მოხდა ირანში ეს იყო ისრაელის მასადის და ამერიკის წეროს და იმათი დაგეგმილი აქცია ერთობლივი ვის არა ეხა ხო ვანახეს ისრაელის იერარქები ქონდათ ამ ოპოზიციის უსული კალაშნიკოვები ისრაელის იერარქები და ხოცავდნენ ხალხსაც რომ ხოცავდნენ და ესოდნენ უშუალოდ ძალებს ხო? ასე არ იყო? კი, იყო. მაგრამ იქიდან შეტაკების დროს თავი ის არა ქვემ მშვიდობიანი მოქალაქეების ბევრი დაიღო. ეს ამ სიტუაციურ მდგომარეობაში დაიღო თუ ხალაბარაღო აბარო სხვა როგორ შემოვთარიყო. მე ირანს კარ ვმართებ, მაგრამ ეს ხო იყო წინასწარ დაგეგმილი განხორციელებული აქცია იყო და ახლა ვერ გაამართა, მოერია მთავრობა ხო? ვერ გათვალეს. უნდათ თარუბიშა სონდა ირანში გარედან ხო? ასე ხდებოდა ხო კაცო? რა თქმა უნდა. ასე იყო ეს სიმართლე ეს არის კაცო ხო? ამდენი ხალხი დახოცეს იმათმა აქეთ.
იმიტომ სულები დაიწყო ინდიგებმა ხო? რა თქმა უნდა. ეხებშობილი ხალხი მართა გული ანთეული ხალხი მოხდა ამ გაუგებობაში ხო? და ტყუილა დაიღუპა ამდენი ხულისა გულადებული. ეს ვინ გააკეთა? რა უნდა ირანთან? აი შეკითხვა, რა უნდა? აი რა უნდა ირანთან? ნავთობი. და გაზი. ხო, ამერიკას უნდა ხელში ჩაიგდოს ირანის ნედრეული. მეტი ირანის. ახლა ძალიან ტკივა გული ევროპას და ამერიკას სულ არ ჯავრობენ მაგას. არა, მე ის თქმა მინდა, იცი? ახლა რომ ამ თავრობის ჩამოგდება უნდა. იმ ხომეინამდე რო იყო ხამეინი. იკაცი. ხომ არ გამოიყვანა რევოლუციის გზით. შახი ჩამოვიდა. ხო, შახი ჩამოვიდა. კი, ბლა. მაშინ ей მაგის ისტორია იტო მოხდა რომ ინგლისელები განაგებდნენ გაურობას. ხო. და მოინდომა მე მთელი საბადოები მოთხელში იყო და რევოლუციურ მთავრობამ გააკეთა ამ საბადოების ნაციონალიზაცია და გადასცა მთავრობა და ჩამოართვა ინგლისელებს. ხო. ეს არის პრობლემა. რომ ირანის ამათ უნდათ რა როგორც გერლანდიის ნავთობი და გაზი უნდა ტრანს, ისე უნდა ირანს უნდა კონდეს ნავთობი და გაზი რაოდენობა და უნდა ჩაიგდოს ხელში როგორც ჩაიგდეს სირიაში, როგორც ჩაიგდეს ლიბიაში, როგორც ჩაიგდეს ერაყში. ხო, მაგრამ რითი ვეღარ გაძღენ ამდენი იმით რომ რაღაც ისე არაგი მიაგდეიტებოდა და მე მოვა პერიოდი ამას ყველაფერი თავის ხელში იქნება და მე გაყედიან 5 მახფაში ესე და ეხლა რომ მოგებაზნა 40 წლის მარაგი დარჩა მსოფლიოში ხო ამის ჩაგდება უნდა ხელში და ამის კაცო მეტი რა უნდა ახლა ძალიან ნერულობენ ეხლა ირანის მოსახლეობა იჩაგრებაო ამას ნერულობენ თუ საბადოები ჩაგდება უნდა ხელში კაცო რა იჩაგრება კაცო აი ამას ნერულო ან ვენესუელის მოსახლეობას ნერულობდა ტრამპი თუ იქ უნდა ნავთობი უნდა დაეთრიოს. რა ნერულობდა ტრამპი? სულ არ აინტერესებს ვენესუელის მოსახლეობა მაგას. ან ირანი. აი ჩვენ რაღაც უჩუმია საქართველოს. აი ჩვენ ქვეყანას აღარავინ აღარ ახსენებს. ერთადერთი ამ ოპოზიციას აყვირებენ ირანზე განცხადება გააკეთოს. გააკეთოს რაღაც წაგუდონ ირანს. ლაგინ რაღაც ჩვენ მოვანებე თავი და მიხედა ირანი თავისას მიხედა ჩვენ ვერად. ჩვენ მიხედავთ ჩვენ თავს, მიხედავთ თავს რაღაცა. ხო, მაგრამ აი სიტყვაზე თქვა და რა განცხადება უნდა გააკეთოს ხელისუფლება მე ვერ ამბობ. რა დაგმოს. უკანაში ჯარი გაგზავნოს. და სატური ესი დანიშნოს. ეს ეჯრებია მათთვის, რომ გაეკეთებია ხო? რუსეთს ჩაუკეთოს გზები, ემარგო გამოუცხადო, ჯანდაბარ ემარგო გავაკეთო ჩვენ და აი გრევა და გიწრებენ ყოფას. დაშენი დაგედან თქვენ პოლიტიკა და გამყიდველებო თქვენ და ყოფას კი არ გვიტირება გადაყლაპავენ ის არა ძირულებო გამყიდველებო თქვენ რუსეთი და გამოდი დაჯერგეთ და ელაპარაკეთ რა უნდა გააკეთოთ საქართველოს რა უნდა ეხლა სტორი გზაზე ვადგა თუ არა მაგ გითხარი რაც ხო სტორი ყოფილა ყველაფერი სად არის სიმართლე მსოფლიოში ძალმომრეობა დღეს სიმართლე გზაზე დღეს არის სიმართლე ძალმომრეობაში ჩვენ რა უნდათ ჩვენ უნდა რაფერი ჩვენ დეული არა ვარ ხამდე გადაგულიდან ჩვენ უნდათ აი ეს გზის დათრება უნდათ მეტი არაფერი ევრაზიის საკონტროლო კაიდორის დათრება უნდათ მაგათ რომ საკონტროლო კაიდორი ეს უნდათ მეტი ჩვენგან გონი საქართველოში ვინ იქნება ხელისუფლებაში სულ საფრთხე კიდე ევროპა და ამერიკა ამათ უნდათ ეს კაიდორის კონტროლი დაიწესო ეს უნდათ რომ აი ეს კონტროლი აიღონ ხელში ეხლა ჩვენ აფრიკა და ზანგუზელი და ანგლიზელი დაიწყეს კიდე არა ალყამი ზანგუზელი აი ესას უნდათ არა ვერ წაგვაქციეს ვერ დავაჩოქეს ჯერ მთელი ეს ჩვენი გაჭირვებული ემიგრანტები დაიხმარიეს ოპოზიცია ახალგაზრდები რა წელს დამზადებდნენ ამათაც მაგრამ ჯერჯერობით ვერ ძრა რაღაც ახლა შუმიაში არიან რაღაც საფიქრებული აქ კიდევ მოკლედ აქციებს ატარებენ ხოლმე ეხლა არაფერი არ ამაგი რაღაცა მუხტი აქ დამოდებული არ გააკეთეს ახლა ახლა თალობამ ხო უჩივლა იმას BBC-ს ხო იმაზეო გამოდი პოზიცია გახარიის ხალხი გახარიას ადეცენდი რა ვიცი რა ვიდეო ოზაში ხარ მარა იმას კეთე ყველაფერს ცუდი თუ რაღაც გამოდი ხარ გუშინ გამოვიდა უარი იყო ეს და ახოჭრილი ერთი მაგის პარტიზანი და იმს ხარეს იკავებს კაცი BBC-ს ხარეს იკავებს სიმართლე თქვი სიმართლე და სიმართლე თქვი ამაზე თქვი ეს ტელეფონია ეს წყლის საბჭოჩიკა ამაზე თქვი სიმართლე დაგიჯერა და ეხლა ყველაფერი ცუდ სახელმწიფოზე ცუდ უნდა თქვა მე შემთხვევაში მოხარ რატო აკეთებ ამას BBC მართალი იყო შენ რა დონის
ურჯულო და უთვისტომები უნდა ვიყოთ, რომ საკუთარი ხალხი მოვწამლოთ. მე-19 საუკუნეში რა ხალხო წამნობდა ფრანგები იმის რაღაცა იმის რა იმის მოვწამლ საკუთარ ხალხი მოვწამლეთ? ამას გამართლება გინდეს გაამართლო? მესმის ესე არასამთავრობო რო არიან ეს ნამდვილები რო არიან და ეს ამართლებენ გასაგები ეს მოწყვლები არიან მაგრამ შენ გუშინში პრემიერი იყავი მეგის გუნდის წევრი იყავი და შენ ამას რო შენ თალბაში მოხვდა ამიტომ ქვეყანამ პრო ისევ სკამზე დაждომა უნდათ ბატონო დაჯეკიებს გადარჩენდა ის შენი სკამი და გადარჩენდი შენ ამიტომ ქვეყანას პრო კაცო აღარავის აღარ ახსოვს ქვეყანა მე მესმის არასამთავრობოების გიგაურდა იღაძე ჩვენი საგადამცველო იყო და ისინი იმათი მესმის ისინი ბატონო ცხანონისები არიან ის იქაურები არიან მაგრამ შენ ბიჭო პრობლემაც მაგ არის ბატონო რავს ბოდიში ახლახან გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს პარლამენტი გახარიას ხალხი რო არის ხო იცი კი შესულები მეორე ის რო შევიდა მაგ ნუ კონსტიტუციურად არჩეული არის ლეგიტიმურად რადგან ადგილმონაცვლედ ითვლება მაგრამ სინამდვილეში ის პირველი 12 კაცი რომელიც პარლამენტში შევიდა ხო იცი იმათ მიცა ამ მომრჩეველმა ხმა ამ მეორე 12 კაცისთვის არ მიუწია მიხდი არა მასე არ არის ანუ რისი თქმა მინდა არჩევნებში მაჟორიტარები ხوار იყო პარტიული სიდაქე კი ბატონო პარტიული სიდაქე რომ მინდარჩუნე მე მას სახელი გვარი ხوار წერია არა იქ არ წერია ამიტომ პარტია რომ მიიღო თქვა 6% ხო 6% ნიშნავს საერთო ჯამში 150 კაცის 6% კი ბატონო ესე 10 კაცი ხო 10 კაცი პარტიაში ყავს სიაში ჩამოწერილი 10 კაცი ეს ხო შენ გარი ხო არ ვიცით მაგ ამიტომ თუ 10 კაცი არ შედის ხო მეორე 10 კაცი ბატონო ამიტომ ის იგი ორივე ლეგიტიმურია ჩვენ პარტიას მივეცით ხო ეს რო იყოს მაჟორიტარული მაშინ სხვა საკითხია გეთანხმები მაგრამ ამაზე არ გეთანხმებით კი ბატონო გეთანხმები მასია ეს კანონმდებლობიდან გამომდინარე კი ხო მაგრამ მეორე მხარეც არის ის პირველი ათეული რომელიც იყო კანონმდებლობის საფუძველზე ჩახსნილი ხო არის უпроსტოდ კი არა ჩახსნილი დაუსწრებლობის გამო გაუქმდათ მანდატები სხვა კერაფერი არ იყო დაუსწრებლობის გამო გაუქმდათ ამათი პარლამენტში შესვლა სიმართლე თქვა 20-ს აწყობდა ხო? კი რა თქმა უნდა. აწყობდა 20-ს რომ რაღაცა ფრაქცია გააკეთეს ოპოზიციო. აწყობდა 20-ს მაგით და შემოვიდა მაგრამ კი შემოხვედი და იმუშავე მაგრამ დადექის სტორგზაზე და იქნებ შენსკე გაიციოს ხალხმა და ოპოზიცია გვინდა რაღაც გვინდა ოპოზიციებსაც განსხვავებული აზრი რაც ისე ისედაც რომ შენ ყველაფერი ცუდი კი უნდა თქვა. შენ იტყვის ყობახიძე რაღაცას ხო იტყვი ეს კაია ყობაზე მოთქვა ფასზე დაწევას კარგია თქვი ცუდიაო ფასი კაცმა თქვა საქონელიო საქართველოში არისო ძვირი ევროპაში თქვა დღეს რომ მანეთი ესა ხო საქართველოს 4 რატო ღირსოს გავარკვიოთ ხო მე რა თქვა რაღაც გამოვარდა ეს ხო და ეს რა თქვა იო ხო შეგიძლია თქვა ეს სტორია მაგრამ ისო თქვა რაღაცა მეორე საქმეზე არაბიზაცია რაღაცა ეს არაა სტორი. იმას რო შეაქებდა, ამას რო ცუს იტყვი, მაგ დაგიჯერებ კაცო. ყველაფერს ცუს რო იტყვი, არ მიჯერა მე შენი და მომკალი კაცო ვიღაცა გაფინანსებს და გაწევიებს იმას, რაც გულში არ აქვს, ხო? რაცა კაის ამბობს, იმაზე კაი თქვი კაცო და რაცა ცუს ამბობს, შენ პრემიერი მაგაზე თქვი ცუდი. მე ბატონო. მაგაზე ვარ. შენ ხოდი წამდეგი ვარ ამ თავრობის და იმის პოლიტიკის შემავწდები მაგრამ გულში ეცამა და არ თქვა რომ არ მინდა სხვისი ფული ჩადება ბინამშენებლობაში სხვისი ფული ჩადება მინდა გესებში სავაჭრო ცენტრებში ქარხნებში რაღაცა ბიზნესებში კი ბატონო მომხრევა ინვესტიციის მაგრამ სამშენებლო უზრახონებაში სხვისი ფული ჩადება კორპუსების სახლების შენობაში არ მინდა იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ჩვენი ბალანსის არევას ჩვენ ისედაც დეგრადაციის აზრით გევარდა არ ვალდები და სხვისი შემოყვანა არ მინდა საქართველოს ქვეყნის გარშევ ევროპას რა უკუნა კაცო გერმანიაში რა ხდება გაშავდა გერმანია ხო ეს იმიგრანტები რა შვებიან გერმანიაში საფრანგეთში ხო ხედავ იგივე ხდება თბილისში ხო ხედა რა ხდება და ხაცებს ხო ნახედა რა ეს არ მინდა მე და ამ წინამდე კი ბატონო ამ მოსეს წინამდე ვარ ამ უცხოთომელებს ამ ინდუსების და იმედი შემოშვების ამდენ რაოდენობის ამ წინამდე ვარ არაბიზაციის კი არა იმ პროექტის ნამდვილი ვარ მომხრევარ დღევანდელი პოლიტიკის შვილიშვილის მომხრევარ ნეიტრალიზაციის მომხრევარ სტაბილური ეკონომიკის მომხრევარ რომ ქვეყანაში ბიზნეს ხელი არ ეშლება მომხრევარ ინვესტიციის გაშლის
თავის უკან ხებზე ქვეყანაში არში არ ვსხურია დღეს საქართველოში ეკონომიკა წინ მიდის ამის მომხრე ვარ და მალვებელი ვარ. რაზეც მალვებელი ვარ ვამბობ და რა წინამდეგი ვარ ვამბობ ბატონო ეს ამის წინამდეგი ვარ ამის მომხრე ვარ ესენი ბატონო ყველაფრის წინამდეგია მომხრე ვარ ბატონო ჩემო რომ შემოიღეს შემოდის რომ სკოლებში უნივერსიტეტებში ახალ პროგრამა რომ შემოვიდა ამის მომხრე ვარ წინამდეგი ვარ რაღაცეების ხო ამის მომხრე ვარ რომ ეს შემოვიდო დროზე ჩქარი ტემპით ეს შეიცვალოს მომხრე ვარ რომ შემოიღეს შემოიღეს 1-2 წელი რომ მიდიოდა მიწები რომ ხალხო ეს პროგრამა გაკეთდა ხო უფასო რეგისტრაციის ზვირფასი საქმე გააკეთეს კაცო ამის მომხრე ვარ და ორი ხე დამიწევია სოფელში ამის ქონება გაუჩნდა ხარს მე საკუთე გახდა ხალხი ქონების უარგის მიგდებული მიწებს აკეთდა და რაღაცა გახდა მოძრაობაში წავიდა ხალხი მე იქ სოფელში დაიწყეს დაფნის დარგვა ამის დაფინანსება წავიდა ზოგადად ხილი დარგო ხურმა დარგო თარობა აფინანსებს თუ გამიწა პროგრამა ჩაწერა დაფინანსებ ფულს გაძლევენ გრანტის სახით გრანტს გაძლევენ კაცო მასწავლენ კიდევ ასკილის რაღაცა დაფნა რაღაცა მიდის ბიჟი მოძრაობა ხდება სოფელში რაიონით მე ჩამწურო ნახულობი კაცო ხო ეხმარება თარობა ხო ეხმარება კაცო ხო და ამის მომხრე ვარ კაცო ვინაც და სათურების პროგრამა მიდის სოფელში ნახე ოჯახი სათურები გრანტი დაკეთებენ წინა გამოყავთ წანილი მოყავთ კარტოფილი მოყავთ ხალხი მოყავთ ხალხი და ერთ დღეს ახლა ნენა წინ მიდივარ ერთ დღეს ეფერა გაკეთდება გრანტი სამეგეთებოდა თარობა ეხმარება ამის მომხრე ვარ კაცო წინამდეგი ვარო სოფელი იცლება რამდენი ემიგრანტები დაცულების ამის წინამდეგი ვარ ერთი კვირის უკან 10 დღის უკან ერთი ახლობელი იყო ამერიკაში ჩასული ჩამოვიდა და მოვდის ზობრაძე ლაპარაკი რაღაც ვიყავი და რა მითხრა იცი ქართულ ოდემი გაიგეს ქართულ ჩამოსული ვიყავიო და შეიძლება ხეთლები და ახლოს მოვიდა სპიცი კალი თოლი მაგ რაღაც ნაცნობი რაღაცები და ასე მეფერებოდა და ახლოს მეძდაო საქართველოს უნიკახო ხალხი ტიროდაო რა 5 წელი აქავარო საბუთი ვერ მიიღეო ჯერო და სულ უნდა ყველა საკეთა მოსვლა უნდა რომ საბუთო მიიღამნე ხალი ისოვა იცოვალა ისოვა ორ მაგი რაღაცა ხონდა სასტა შეეძლოს ამერიკაში რაღაცა საბუთი ხონდა და ვერ მოდივართ ხალხი ტირის აქ ჩამოსვლა უნდა თავის ნაწილს უჩინს ჩვენ მემიგრანტებს ხო ჩვენი ქალბატონები რო ჩვენი დედები ჩვენი დაიკოები რო ევროპაში ხუცებს მას უსვლიან საკუთარ დედაძე შეიძლება ხედავ მიგივიდეს კაც როგორ მიგივა მაგრამ იღაც მოხოს რაღაც 500 ევროს გულისთვის და ჩვენი როგორი სპექტაკლი და ჩვენი ქალბატონები როგორ ქეთ მაღალი ქალბატონები როგორი ქალბატონები და რადონის ჩავყარეთ ხალხი ამაზე მტკივა გული ესა მოსაგვარებელი საკითხი რომ ნახოთ საქართველოს ჩვენი ქალები რომელიც მეუღლესთან თან დაიწვეს შვილებინას დიდეს ერთი ქალბატონი გავიცანი და ვილაპარაკობ რაღაცა უცხერენ ასაკეთ მომთხარი ხნაში ტრიალი მეთქი ბაბშვს ხალისო უკეთე მეთქი სადილს ხალისო უკეთე მეთქი რაღაცა და ის რომ მოვიდეს ოდის მოვა დრო რომ ჩემ შვილიშვილს მე გავუკეთე უსაჯმელი ტირო და იქ სწორედ ხო ასაკეთ აღზამს ვერ გაბეგს იმაზე მეთქვა ვირო ეს ხალხი ჩამოიყვანოთ აქ რაღაცა შექმნათ ოჯახების შექმნათ ამაზე მткиვა გული ეს კაია ეს ცუდია ეს პროცესი დავიწყოთ რაღაცა დემოგრაფიული პრობლემების უფრო შეხება დავიწყოთ უნდააცი დემოგრაფიულად რაღაცა პრობლემები შემოიღოთ რომ რაღაცა განმავლობას მივხედოთ რომ ამაზე უნდა წავიდეთ წინ სახე ფასები კაია ის კარგია ის კაია თუ ლაპარაკობთ რა დემოგრაფიას მივხედოთ ახლა სოფელში რაღაცნაირად აი ბიზნესი რომელიც თქვათ ჩემზე მიდიცი თქვენ მაგრამ ბიზნეს თქვათ რაიონში თუ კაცმა ბიზნესი გააკეთოს მოდი მაგი 5 წელი გავანთაესო გასახადისგან გავაკეთოთ ეს ან ხო შეიძლება კი როგორ შეიძლება ყველაფერი შეიძლება რომ გააკეთოს კაცმა ბიზნესი თქვათ ხოროწყუში თხოვდამაშები და ის კაცი ამდენიმე წლით გავანთაესოთ გასახადებისგან რაღაც გასახადებს მოუხსნათ რომ მოხდეს მაგათ იქ ბიზნესი გააკეთებს ის მუშახეთ წამოიყვანს მუშახეთ დასაკვდება იქ ახლა გადაჭრედო გაზია ყველგან გაზი შეიყვანეს გზა გამოვალებული წყალი ყველას აქვს სუთავის იქ ხალხი აცხოვრობს ცოტა ხალხი ყველა საბაჭო ქსელი არსებობს ესე იგი ხალხი ზოგადად ხალხი გადაჭრებული იყო დასაკებული არ არის ან შექმნათ
ხო შეიძლება კაცო, აი რეგიონში თქვა შექმნათ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თქვა მანქანების შენებლობის ან აი უცხოური მანქანების შემოიყვანონ და არ გადავახტო გასახადი. იქ იყოს ჰაბი, რომ მთელი კავკასია რუსეთიდან ამ რეგიონში მოვიდნენ თაგმილად. ყველა გახსის მან თავის რა თქმა უნდა, კი, მაგრამ მაგათ აქ როგორ რაღაცაა, იცი? აქ როგორ რაღაცაა, გინდა გითხრა. შეიძლება ზეგეთ კი, შეიძლება. მაგრამ რეგიონში. კი, რეგიონი აყვავდება, ხო? აი რეგიონში მანქანები არ განაბაჟოთ. რო არ განაბაჟებ, ყველა მოისურვოთ, გახსნათ მან თავისი ოპელი ისა მესინეს ყველა მოისურვოთ, რომ მანქანების ცენტრს გააკეთეთ, მეორად მანქანები ჩამოვა და არ განაბაჟდება, ხო? მე განაბაჟოთ ის. გავაკეთოთ ავტო ჰაბი თუ რაღაცა გავაკეთოთ ერთ რეგიონში. მეორე რეგიონში რაღაც ჰაბი გავაკეთოთ, მესამეში გავაკეთოთ. დავადგე თავი პორტი მშენებლობას, მანაკლეს არ დაადგა საშველი, ხო? ზემეთი ხალხი მოვაშოროთ. კაი საბობს. ენერგეტიკულ საქმეში შრომალებრივ მოაშორა კობახიძე არის უზურპაციაზე პრემიერი. თავს დავდე. მაგ არის წმინდა აი გულით, სულით, ხორცით ქეროვნულ საქმეს აკეთებს. არ არის მაგ გასული კაცი და არ გაცუდა ქვეყანას, მე ასე მგონია და არ შემწმუნია, არ შემწავარ მის ხელში. ხო. დრო უნდა ამას, ხო. მე ექსპორტზე კიდე ვიფიქროთ, რომ ექსპორტის ჩანაცვლებაზე ვიფიქროთ. ხო შეიძლება კაცო. საქართველოს უნდა წელიწადში 12000 ტონა ზეთი თქვა სიტყვაზე, ხო? ხო? მოდი ეს დავავალოთ ერთ ხარეს, რომ ეს ზეთი საქართველოს მოდის 2000 ტონა, 10000 ტონა შემოგვაქვს. 10000 ტონა. ამით წარმოება საქართველოს შეიძლება. კვერცხი წარმოება ხო შეიძლება ახლა ქართლის ხოთა ხო შეიძლება. აი ნედეული მე თუ ვაწარმოებ თქვა ქათამს უსდი, ქათამია მაგი ჯერეთი წამალზიზდება ხო? ან ასაკეთებს სუსად მერლობა ყველს გავს. იჩი მომასაერთოდ ესაჭმელი ან ქათამენ კვერცხია ყველი იჩმევა. ამან მიხედვა ხო უნდა გაძდა. აი კომბიკორმის წარმოება უნდა აღვაღორძინოთ. მე თევზის მოშენება აღვაღორძინოთ იყო საქართველოში ეს. აი ნელა მიხედვა უნდა ამას რომ ჩვენი ხალხი ჩვენ თუ დავაპუროთ. ამდენი აფთიაქი არ გვინდა მე რა. ამდენი სამწყობა არ გვინდა მე ხალხი არ მწყდება არა ჯანსაღი საკობისგან ხო? ასე რა არის ხალხო? დრო უნდა ამას. ვიღაცამ ფარველობს შემოტანას რაღაცა ნაგავი შემოდის ვიღაცამ ფარველობს გადაშენდეს მის ოჯახი ვიღაცამ ფარველობს ამის შემოტანა. ადგილზე ვაწარმოოთ, ხელი შეუწყოთ წარმოებს ადგილზე რა. რეგიონები ფეხზე დავაყენოთ. იქიდან ხალხი აქეთ ჩამოიყვანს რამენაირად ხალხო. ესაა ჩემი აზრი. ამაში კარგები ხართ, ამაში მოიკვეჭდებთ. ოპოზიცია არ აყვავს. ოპოზიცია რომელიც ყავს უგლამსგავენ და რა აზრი არა ის მასკოდულები არიან ვიღაცის ფულზე გაგებული ხალხია კაი ბატონონებას მოკლედ შევაფასოთ ვისაუბრებ ჩვენ უკრაინის თემასთან დაკავშირებით მოკლედ შევაფასოთ რუსეთ-უკრაინის დღევანდელი სიტუაცია და დავამთავროთ ამით რა შეიძლება ვთქვათ ხო ყველაფერი იქეთკენ მიდის რომ უკვე ტრამპი და პუტინი მოლაპარაკებლები არიან დებილები მიხვდება ამას ხო? რა თქმა უნდა, კი. ვენესუელაზე ხმას არ იღებს, დღეს გამოვიდა ლაბორატორია, ხმა რა მოუღია. ირანზე მოყუჩებულია რაღაცა პუტინი. ხა. საერთოდ არ იღებს ხმას. ამდენ მილიარდ ჩადო ვენესუელაში ხო? პუტინმა ჩადო კაცო, ჩადო. აგერ ჩინეთის არ იღებს ხმას, ჩინეთმა ფული ჩადო, მაგრამ ჩინეთის საერთოდ გაჩვენებული. გაჩვენდა იცი წუხელი, ხუში ჩინეთმა ტაივანთან მოაწყო, ის მოაწყო. ჩინები მოაწყო ტაივანთან. ტაივანი ბონი კარგებულები ტაივანში იყოს უთხრას ალბათ. ამას ჩინეთს მიცეს როგორ ჩანს და მას აღარ იმედის. ხო. აქეთ ირანთან რაღაცა დალაპარაკებულები არიან, იქით აქეთ სერია რაღაცა და რუსეთმა ახლა ხო რა უნდა რუსეთმა და ის მონაკვეთი ხო? გაჩერებულია ხო? სკოლა ორეშკინობეთკა ლოს ხო? ანადგურა ხო კაცო? ლაპარაკნა სულ მოსკოვი ხაურო. თელი გადის საბადოების ხო მოსკოვი. ვაფშე ო დაცხოს პასტე ოროშტი ითაგდა ის არ ქონდაო მარტო ბაიგალო არ ქონდაო მაგას მარტო კინენტუკი ენერგიით აფეთქდაო თო ბაიგალო რო ქონდა 100 ნეგნებოდა უსხვეპრიდაო დროება ხო ის არ გაუკეთებია ანახარ არ ძალამაკო საღაროდონიდან აფერი არ იყო ის კი არ იყო გაგიზდა რომ ეს არისო ხო მოსთან ვიდე არ გამოამავი რა ლაპარაკი დიალოგი ჩვენ თარობასაც დროა ჩვენ დავიწყოთ მოსთან ლაპარაკი რა პრემიერო უჩქიანოს პრემიერო რუსთან დიალოგი დაიწყეთ რა ყველა დაგედგებათ ერი გვერდით ლაპარაკა წინ არაფერი არ ოდიგას ხალხო რა სომეხი ლაპარაკება თურქს სომეხი ლაპარაკება აზერბაიჯანზე 9 მილიონი კაცი ამით არის სომეხი აზერბაიჯანის ხელით და 1.5 მილიონი თურქის ხელით გენოციდი მოუწეს და ლეთმენი დაპარაკობენ ჩვენ რა გაგვჭირს
რუსთან დაპარაკი გამონახე რომ შეხვდიან პრემიერს იქაურს ან ვიღაცა შეხვდი და რაღაც დონეზე ვისი რიდი გაქვს ვისი შეშე გაქვს რუს დაველაპარაკოთ რატო ლაპარაკოთ რუსთან ევროპა და ევროპა არ მისკოს ლაპარაკოთ უგაც მაკრონ და ეს უბრალოდ რიგში დგანან და ჩვენ დაველაპარაკოთ ზუბელია ჩვენი რატო ლაპარაკოთ რუსთან ლაპარაკი არ გამოვა ვიცით ვინცა რუსი ჩვენ ვიცით 2 წელი მაგასთან ვცხოვრეთ გაც გამოვა რამე გამოვიდა რამე რუსთან ომი დაუადროვებით არ მიაკ რაც უნდა მაგი რა ზოგადად დაძლიერდება რაც უნდა არ ძლიერდება ტრამპი რა ამერიკა ესაც უნდა რა ჩვენ ვინაც გიშველი ვინ რაში გიშველი გაც ჩვენ რაში ვინ რაში გიშველის არავის არ ვაინტერესებს ჩვენ არასოდეს რაში გიშველია მინე ეგაც ერთადერთი ჩვენგან თურს არ გებედი არ ნახეს არავის არ ვაინტერესებს ჩვენ კიდე ყაი საბადოები არ აქვს ავტობუსი არ აქვს კიდე ყაი ავტობუსი არ არის გზა გვაქვს რაღაცა ამ გზაზე შეგვჭამეს 1000 ჯულის უყუდ საფინანსები და ტყეები გაგვიშტო რა გზა გააკონტროლონ რა ეს უნდა თორე ჩვენ რატომ დივარ და აში მჭდებით 10 წელი ჩვენ და ჩვენ მილიონი 2 მილიონი კაცი იყოფილა კიდე რა ჩვენდები და ეს გზა უნდათ რა ჩვენგან ჩვენ რა საქართველოში ვსხურობ იქ ამერიკის შეერთებული შტატებში ყველაზე პატარა ქალაქში აი გაც რა ტერიტორია გვაქვს ნეტო რა არის გაც 3 მილიონი წაართვა რუსმა უკრაინას გაც ო კიდევ ესე იგი 30 მილიონი ცხოვრობა ვენესუელაში იცოდი 30 მილიონი ცხოვრობა 39 თუ რაღაც 39 მილიონი ცხოვრობა უკრაინაში და ჩვენზე დიდია 15 ჯერ თუ 18 ჯერ ჩვენი ტერიტორია 40 მილიონი ეს აყუნა შეიძლება პრეზიდენტი მოიპარა ლოგინი კაცო გააქრეს უგზო უბრალოდ გააქრეს პრეზიდენტი მოიპარა კაცო ცოლი არ მიყავდა ზედ გაყვა წალი არ მე წამიყავდა არ შეიძლება არა ხმართ არ გაუშვა გაყვა იგალი ხოდა გამიგენია კაი გალი ყოფილი ხოდა კაც ამიგენია 40 მილიონი ერთ აშვებდა შეანი ინდა გვიზამენ კაცო კი ან ვიყო ჩვენ სადა სამართლო და დაუქნია და ავტობი რო გაყვა აქეთ მომეს კაცო იდანა და ვეთაგრა დაიწყ და ჩვენი პარტნიორები არიან კაცო დემოკრატია არის ამერიკაში დემოკრატია ამერიკაში ჩვენი პარტნიორები არის კაი დემოკრატია ეს არის აი ვათა აი გათავით თამდიცია 76% შენ და 24 მეო 75 შენო 15 მე 25 რაში არის მაინც გამაგებია თორე კი guys. იქ მევინდა, იქ უყარგან მაგათ უნდა და იქ გრენადიას მაგათ მოუნდა და. კი, რაღაცა შენო, ვიგო, ზატო ახამდენ ავტობია რა უნდა. იქ გრენადია უნდა თუმე იქ ზაგადი გზა. იქ თუმე ხა გადნა ხო კემნუ ცოტა იქ ზა გაიხსნა და ტასა გადეს იქ. იქ ტასა უნდა და გრენადიაში ყოფილა აი ძალიან გაზი და ნატო საბადო ყოფილა მარაგი თქო ძალიან დიდი და ის უნდა არა ეს ყურა იქ გასაგები და მაგაც ვარ 25 არმია ჩავიდა გა იმან თქვა კიდე მაგარი იმან ესტონეთის თავდაცვის მინისტრო ყავთ თამძელი არმიის გენერალი რო არის მაგარია უკანაში რომ მორჩება და სიმშვიდე იქნება 200 კაცს გავაგზავნია მე 200 კაცს საგებო დაგზავნი თუ ყავი უნდა მაგრამ რა შეგძად გავიგე თუ ამერიკა მე გავუძვარი 200 კაცი ვაი ამათ არ 200 კაცს გავუძვანიო თუ მშვიდე იქნაო ჯარისკაცს გავაგზავნიო კაც პირველი კაც დარტყმილები არიან კაც გაჩედი რა არა თავიდან ყველაზე მაგარი პატრონა ვარ აი სარაფია 15 კაცი რო არა 13 კაცი რო გააგზავნეს რო გამოვიდა იმ კონგრესის სარაფია თავდაცვის მინისტრი და ჯარფოგზა მაკრონი უძირეს პრემიერი ყავთ ფრანგი ხო ნაპოლეონის საფუძველი გადაბრუნდება რა უძირეს პრემიერი ყავთ უძირესი ოპა შორცის კიდე მაგარი კაცია შორცი კოლი აი კოლის სახელმწიფო კოლი მართლობა კოლის და მეტრანი კოლი და ვინები არის შეერჩა ევროპა კინის დედის ამაში კინის და ანგლიის რაუხეს საბჭოთა მაშინ ხალხი იყოაც პოლიტიკოსები ვის არ შეერჩა ევროპა ეს ევროპა კი აღარ არის ეხლა არის ის არაფერია მეზღა პრემიის ის არაფერია გამოვდები მაგრები ვარ თქო ისე რა მაინტერესებს ის რო არ საკეთებს გაცხადებას ამ ბრილიანტიასთან დაკავშირებით ჩიო ინგლისური ჩუმად მოქმედებენ ესენი
ისინი მოგედებით ყველაფერი უბედრობა იმადგან მოდის. ხო, მაგრამ ყველაფერი უბედრობა მოდის მაგადგან. ირანში რა თქმა ამე თავია. იქონია ტრამპსა ისინი ქოქავენ ესენი. ყველა უბედრობა, ყველაფერი უბედრობა ამადგან მოდის, მე გეუბნები კაცო. ყველაფერი ამადგან მოდის. ჩუმად არიან და ყველა უბედრობა ამადგან მოდის. ემაზე ტრამპს გონი ისინი ლაპარაკებენ რაღაცას. უბედრობა ყოლ მოდის ინგლისია, დიდი გელია, მაგრამ საფრანგეთში არიან. სახელმწიფოებმა აიღეს ხელში თანამდებობა იქ არა. ხო, ის ყავდა პაკისტანელი ყოფილი პრემიერი. ლონდონის მერი ვინ არის კაცო? პროკურორი ვინ არის კაცო? თავად მის გამოვიდა შავკანიანი იყო კაცო. საგარეო საქმეთა მინისტრის მე კაცო გაჩერდი კაცო. აი საფრანგეთში შეხედე ფაკულტეტის გუნდ, საფრანგეთის ფაკულტეტის გუნდ ქვეყანას ნახე. გერმანიის და ხუთებში რა ხდება? იგივე ჩვენთან იგივე ჩვენ და ისინი ვარ ჩვენთან რა ხდება თბილისში კაცო. თბილისში კაი რეგიონში არ არის, მაგრამ თბილისში ხო ხდება. ნუ ნელა კი მოუჭერეს. გამეხარდა ეს კახები შემოთა. კახეთი ინდოელებს თუ ხონდა მიწები ნელა ართმევენო, ნელა რაღაცა მონახე საბობი და ნელა მიდიან იქიდან. კაია მეტად. ხო ხდება ახაც მიგრაციის მას მუშაობს ნელა უშვებენ. ყოველდღიურად ცხადებს მიგრაციის სამსახური 25 ადამიანს უშვებენ. კი, მე ცოტა 30-მან მაინც რაღაცა ხდება. დაყობილად. ო რაღაცა რა. ერთიანად რომ მოხვიო. შეცდომა იყო. მაშინ სახელმწიფოსთან გეკნება. სახელმწიფო უგრო ინდოეთთან იმასთან პრობლემა გექნება პაკისტანთან. ცოტა რა უშვებენ ეს მიზეზებს უგონებენ. უნდა უთხრა სახელმწიფოს რომ მე პატარა ერი ვარ და შენდენ იმიგრანტი მე ხე დემოკრატიულ გომარობაში ხეთმის და უნდა მიხტობა ის თარობა და ახლა მაგათი 900 მილიონი არიან და მაგათი რა თბილისი რა. ამ რამოდენი მიხნის ინა ტაქსი თოთი პაკისტანელი იყო მძღოლი. ქართულად ლაპარაკობდა ისე მე ვერ ლაპარაკობ. არა მაგ ხო ცური მაგია ჯობი არის წოდეს კაკენა. ჯობი არის წოდეს. მაგის შეასიმილაცია შემოდის არ მაგი არ გვინდა მას. აი სრული ტაქსი რა ქვია იანდექსის ტაქსი. პაკისტანელი იყო მძღოლი. პაკისტანელი. ხო. და ეს წერი და ჩალა. აუგედურება. და გამოსწორდება ყველა. ჩინელი მძღოლი ხო ტაქსებზე. აი ჩინელებია ჩვენ და ფეხი მოიგინეს. ვერ მოიგინეს. ცოტა არაფერი არის. ცოტა ჩინელი. ტაქსის მძღოლი. თურქი კი არის, მაგრამ თურქი ის სახელმწიფო ეგერ. მაინც ამას ახეთ არ ვდგები ბათუმში მოძრაობენ ახლა მიდიან. ცოტა არის კი, მაგრამ ჩინელი თურქების მაინც ამას ჩვენ აგვეტე მაინც არ გვიშია არაფერი შეხედე. და ინდოელები არიან? ბათუმში უნდა, ბათუმში ხელი ნუჯოდა. ცოტა პაკისტანელები, ბანგლადეში, პაკისტანი, აი ეს ხალხია და ბლომად რა, ისინი უნდა შევათხელოთ. დაანჩენ ახლა ცოტა იყვნენ კაცო. ეს შევათხელებელები არიან ცოტა. საბოლოოდ რაღაც მაინც მეშველება. კი, არა. ეს აღებული კურსი თუ გაცალებს, იმედი თუ ვინმეს ინტერესი არ გაუჩნდა და საქართველოს რაღაცა თუ საბადო რამე აღარ მოაშინე საქართველოში, მეშველება და თუ რამე აღმოჩნდა მე წავართვენ ყველაფერი და ის. 24 ჯანვარი. შენ რაღაცა და აშინიან მო ტაში დაუკრო მართალი ხარ. ეგ პაშინიანი მაგასო ბავშვი გარეგი. კი. ასრო შევახე 100 რაღაცა. აი და ავიდეოებს დებს. შემოაპარეს რა. შეუცვლეს რა უჭკიანეს ერთ სამხებს რა. მოგლეთ ბატონობას. იახ. შეფასებას აღარ უნდა იმდენი ვილაპარაკეთ ამ ვიცი ხუმრეთ რა. მიხუმრეთ რა ვიცი. წავაი. როგორც არაპოლიტიკოსმა ხო ვიცი ვერაფერი გიგები მე ამ პოლიტიკის ვისაც მე ძალიან მომდო ბატონი ჯონი ბაღათურია კარგად გამოდის და კაი ლექცია და აი უსწრებ ხოლმე და მე ესმენგი და აი რაღაცას ის დეტალურად ის ყველაფერს კი და მაგასაც მე მომაპატავი რა ხდება მსოფლიოში რა ამ პოლიტიკაში რამდენი წლიანი გამოცდილება არის ბატონი მარხაზ გულაშვილის კი ჯელობენ და არჩე მე აფერ ვიცი უსხანდახარ მოვუწენ ჯელობა და ის ნორმალურად აქვს რა სწორად აზრობენ ხედავ რომ არაბი მიმართულება არ აქვს სწორად ჯელობენ და ბევრი აი ჩვენთან რო არის აბულაძე ბატონი აბულაძე წყინვალე მჯელობს და სწორი ხაზოვანი აზრობა აქვს ეთყობა ადამიანს ლაპარაკობს რომ ვიხაცის დავალებით არ ლაპარაკობს და რაც გულშია მაგას ამბობს ასე პადაბულაძეს ბატონი ჯონი ბაღათურიაც რომ სწორი ხაზზე ადგენან და რაც გულში აქვს ლაპარაკობს მაგას სწორია არა სწორია
სწორია თუ არა სწორია, იმას აფასებს ხალხი. ხალხი აფასებს მაგას და իրაც გულშე მაგას ამბობს კაც ვიღაც დავალებაზე არ აცულებს. ბატონო პატაბულაძეს უსმენ ყველაფერს მას უსმენ და ასე ხალხი უნდა ქვეყანას და ამ ხალხი ხალხით გავალ ფონდს ჩემი აზრით. ბატონო. მოკლედ ბატონო. დიახ. ამ ნოტაზე დავამთავროთ. დღევანდელი გადაცემა. მადლობა სტუმრებისათვის. დაიხარეთ ვინჩერმე. პირფასო ტელემაყურებლებო, შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე TV+-ის ეთერში. კარგად დანდებათ. მადლობთ რომ გიყურებთ. კარგად დანდებათ.